დეველოპერული კომპანიის არქი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის Grand Avenues პრეზენტაციამ რეკორდული შედეგი აჩვენა. უფრო კონკრეტულად, სულ რაღაც 5 საათში 644 ბინა გაიყიდა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ღონისძიება ცოტნე დადიანის ქუჩაზე კომპანიის ახალი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც ამ წრეებს შესაძლებლობა მიეცათ ბინების სპეციალურ ფასად მხოლოდ 1 დღის განმავლობაში შეეძინათ. ახალ მასშტაბურ პროექტზე და ბაზრის ტენდენციებზე სასაუბროდ სტუდიაში შიო ხეცურიანი არქის გენერალური დირექტორი შემოგვიერთდა. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ. ესე იგი 644 ბინის გაყიდვა ზოგს 3 წელი ჭირდება ხოლმე და რეკორდებს აგრძელებთ და აგრძელებთ ბევრი წარმატება. პროექტზე გვაქვს რა თქმა უნდა ბევრი კითხვები და დავიწყოთ პირველ რიგში ეს არის ძალიან გამორჩეული და განსაკუთრებული პროექტი ზომითაც და ასე შემდეგ. ხო, თქვენი ხედვით რას ძენს ეს პროექტი ქალაქს იმ კონკრეტულ უბანს და ზოგადად ქართულ არქიტექტურას? მოგესალმებით, გუგა, თათია, მადლობა მოლოცვისთვის, ნამდვილად გამორჩეული და უპრეცედენტო დღე იყო როგორც ჩვენთვის, ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. 644 ბინა გაყიდული ერთ დღეში, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია. პროექტს რაც შეეხება და კითხვას რო დაუბრუნდეთ, გუგა, აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამორჩეული პროექტი, იქნება ქალაქის ცენტრი, ახალი ქალაქის ახალი ცენტრი, რომელიც ურბანული განვითარების მხრივ ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს. აქ ჩართულები არიან უცხოური არქიტექტორები, Wave Architecture არის ჩართული, რომელიც აკეთებს პროექტირებას ამ ჩვენი შენობების. ასევე არის საერთაშორისო ლანდშაფტის დიზაინის და ურბანული განვითარების კომპანია Oculus-ი, რომლის მიერ არის ეს პროექტი გაკეთებული ლანდშაფტის მიმართულებით და ურბანული განვითარების მიმართულებით და ძალიან დიდი 75% არის დაახლოებით გამწვანების და რეკრეაციის წილი ამ ჩვენ 20 ჰექტარზე მეტ განაშენიანებაში და ეს არის გამორჩეული პროექტი, იმიტომ რომ აქ იქნება როგორც პარკი, ისევე სპორტული ღონისძიებებისთვის, როგორც არის პადელი, ტენისი, გარე კალათბურთის მოედანი, ცენტრი, ფიტნეს დარბაზი 2500 კვადრატზე მეტი, რომელიც მასშტაბი თბილისში არ არსებობს, სკოლა, ბაღი, მუზეუმი, მოიხსენებათ ვაგონჩვენებელი ქარხნის ტერიტორია და იქნება მატარებელთან და ვაგონჩვენებლებასთან და რკინიგზასთან დაკავშირებული მუზეუმი, იქნება coworking-ი, ანუ საერთო სამუშაო სივრცე, საოფისე სივრცეები და აქ არის ერთ-ერთი განმასხვავებელი, რომ აქ იქნება სტარტაპებისთვის, IT კომპანიებისთვის და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მხოლოდ ეს შეზღუდვა ექნება და რაც კიდევ უფრო წარმოაჩენს ამ პროექტს. ტერიტორიულად მდებარეობს დადიანის ქუჩაზე 32-ში, მაგრამ ასევე პროექტი მოიაზრებს გვირაბის გაყვანას, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება წერეთლის გამზირს და ასევე საფეხმავლო ხიდის გაკეთებას იქვე წერეთლის გამზირზე, რომ როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მანქანით მოსიარულეთათვის ეს იყოს მარტივი მისადგომი, მარტივი მისასვლელი და ასევე კომუნიკაცია ქალაქში რო არ შეაფერხოს სატრანსპორტო მოძრაობა. რა ბინას აერთიანებს დაახლოებით რა ტიპის ტრაფიკი გაჩნდება და როცა ასეთი მასშტაბური პროექტი იგეგმება, ეს თემა ტრანსპორტის ნაწილში იგივე გადაადგილების კუთხით, როგორ არის გადაწყვეტილი და გადაჭრილი, რომ უფრო მეტად არ დამძიმდეს ეს ტერიტორია ამ მიმართულებით. კი, ზუსტად აქედან გამომდინარე, სატრანსპორტო გეგმების გათვლებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, როდესაც გენერალური გეგმა თანხდებოდა, აქ გაკეთდეს ეს გვირაბი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ მოსახლეობას მოემსახურება, ეს იქნება ქალაქისთვის ერთ-ერთი გამტვირთვავი კვანძი, იმიტომ რომ დააკავშირებს წერეთლის პროსპექტს და დადიანის ქუჩას. შესაბამისად, არათუ ჩვენი ახალი განვითარება ამ ტერიტორიის მოეხმარება იმაში, რომ ჩვენი მაცხოვრებელმა იგრძნოს თავი კომფორტულად, ასევე დიდუბის და ნაძალოდების მაცხოვრებელი და ქალაქის მაცხოვრებლები იგრძნობენ იმ სიკეთეს, რასაც ამ ორი ქუჩის ერთმანეთთან დაკავშირება გვქონია. რამდენი ბინაზეა გათვლილი? სრულად რამოდენიმე 1000 ბინა იქნება. დღეისათვის ჩვენ უკვე აი შაბათს აღონიზებაც გქონდა ორი პროექტი გავუშვით ორი გაყიდვაში. აი ეს იყო 834 ბინა და 834 ბინიდან 644 გაიყიდა. პროექტის თლიანი პროექტის დაახლოებითი ვადები თუ შეიძლება ითქვას და ვისია გათვლილი, იმიტომ რომ კადრებშიც ხედავთ თქვენს თქვით, რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. იმიტომ რომ
პრაქტიკულად ესეთი ზომის პროექტი არც თბილისში და არც საქართველოში და ალბათ კავკასიაშიც არ გვახსოვს არავის. მთლიანად კომპლექსი ალბათ დასრულდება 7-8 წელიწადში, იმიტომ რამოდენიმე ფაზიანია. ეს პირველი ფაზის ნაწილი იყო ეს და მალე დავიწყებთ მესამე C კორპუსს, რომელთაც პირველი ფაზა შედგება, მაგრამ პირველ ფაზაში ასევე მოიაზრება იმ სპორტული კომპლექსების და იმ საკონდიტრო სივრცეების და ესე სარესტორნო კაფეების სივრცეების, გასართობის სივრცეების გაკეთება აუცილებლად და როგორც გითხარით, ამ გვირაბის დამაკავშირებლის ეს იქნება პირველი ფაზა და შემდეგ დაყოფილია 4 ფაზად. ვინც მოიცავს აქ არის ძალიან საინტერესო, რომ ეს არის ძალიან კარგი სივრცე როგორც ოჯახისთვის, იმიტომ რომ იქნება რეკრეაცია, იმიტომ რომ იქნება გამწვანება, პარკი, საბავშვო სივრცეები, კინო, მუზეუმი, ასე შემდეგ, ასევე ახალგაზრდებისთვის, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეში იქნება ეს IT თუ ტექნოლოგიურ საოფისე სივრცეებში იქნებიან დასაქმებული. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი მოთხოვნის ადამიანებს უმასპინძლებს ეს პატარა ქალაქივით იქნება, რაც ყველაფერი აქ კომფორტისთვის რაც არის ადამიანისთვის საჭირო, ამ პატარა ახალ ცენტრში ქალაქისაც იქნება შესაძლებელი. იქნება პრემიალური სეგმენტი უფრო თუ საშუალო მედიუმზე მორგებულია ეს. ჩვენ ამ ეტაპზეც ორი კორპუსი, ორი პროექტი წარმოვადგენთ, რომელიც ერთი არის პრემიალური სივრცე და მეორე არის კომფორტს ვეძახით ჩვენ. პრემიალური სივრცე მოიაზრებს, რომ გარდა იმისა, რომ საერთო სარგებლობის აუზი არის კომპლექსში, თლიანად ამ პროექტებში თავისი კუთვნილი აუზი აქვს, თავისი კუთვნილი ჯიმი აქვს, რომელთაც მხოლოდ ამ პრემიალური კორპუსის მაცხოვრებლები ისარგებლებენ, კონსიერჟ სერვისი და ასე შემდეგ ყველა ის სიკეთე, რომელიც პრემიალურ კლასს ეკუთვნის. და აქედან კომფორტის კლასი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია და შეიძლება ვისაც არ აქვს მოთხოვნა, რომ კონდეს აუზი, იგივე კონსიერჟ სერვისი და ისე იცხოვროს, ესეც არის აქ. ამიტომ ორი ტიპის კორპუსი წარმოვადგინეთ და მთელ კომპლექსშიც ესე იქნება. უმეტესად პრემიალური პროექტები იქნება, მაგრამ ასევე იქნება კომფორტ პროექტები. ფასებზე შეგვიძლია ვთქვათ რა იყო შეთავაზებაში მე ჯორჯ 644 ბინის გაყიდვა ერთ დღეში არ არის პატარა ამბავი რეალურად და საფასო სეგმენტი საიდან სადამდე მერყეობს და რა იყო კონკრეტული შეთავაზება და ხომ არ იქნება კიდევ უახლოეს პერიოდში მსგავსი ფასი წარმოქმნილი. გადაცემაში გამოცხადებს, რომ გაყიდვის სტატისტიკა გაიზარდა. ფასებს რაც ტრანზაქციებში აისახება. შემიძლია გითხრათ, რომ მართლაც ისეთი ფასი იყო, რომ არათუ ამ პროექტში, რომელიც ჩვენ გასაყიდად გამოვიდეთ, არამედ მთელ ამ კომპლექსში არ განმეორდება და ზუსტად ეს დაპირება მივეცით ჩვენ მომხმარებელს და ნამდვილად ასე იქნება, იმიტომ ეს ხო საწყისი ეტაპი კომპლექსის იყო ყველაზე სასურველი ფასი, რაც კი შეიძლება ყოფილიყო მომხმარებლისთვის და როგორც აღმოჩნდა, ეს ჩვენ სწორი გათვლა გავაკეთეთ, იმიტომ რომ მომხმარებელმა 644 ახალმა მომხმარებელმა გვენდო და ვისთვისაც უღრმეს მადლობას უხდით მათ ამ დობისთვის და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და შეიძინა ბინა ამ კორპუსში. შესაბამისად ეს იყო ფასი, რომელიც არასდროს არ განმეორდება. მე მაქვს კითხვა 654 ადამიანზე, ეს თქვენ სხვადასხვა ასეთი ტიპის წინასწარი გაყიდვები გქონიათ, როგორც აღნიშნე, ესე იგი უფრო და უფრო მეტი იყიდება თვითონ დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში რაიმე ხო არ არის ცვლილება, ვინ იყვნენ მყიდველები? რა იყვნენ ესენი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის ქართველი ემიგრანტები, თუ კიდევ გაზარდეთ გეოგრაფიული არეალებიც და უფრო მეტმა შეიძინა? ძირითადად ჩვენი მყიდველი, მომხმარებელი არიან ჩვენივე კლიენტები, ერთი სეგმენტი დაახლოებით 25-30%. ეთიც მართლა ვამაყობთ, რომ არიან არქელები, რომლებიც აქამდე ცხოვრობდნენ, ან აყიდი ჰქონდათ არქიში ბინა და განახორციელეს ხელმეორე ინვესტიცია, ან სურვილი გაუჩნდათ, რომ უფრო დიდ, უფრო კარგ უბანში გადასულიყვნენ, ან გაეუმჯობესებინათ საცხოვრებელი პირობები. ანუ ეს არის სადღაც 25-30%. დაახლოებით 20-25% არიან ქართველი ემიგრანტები ან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც უცხოეთში არიან საცხოვრებლად. ასევე ძალიან დიდი სეგმენტია არა არქელი, ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანები, რომელზეც დაინტერესდნენ ინვესტიციით ჩვენს პროექტში და ძალიან ბევრი ქართველი ინვესტორი იყო ამ პრესეიზზე წარმოდგენილი ინვესტიციის მიზნით წარმოდგენილი ადამიანები. ასევე არის გარკვეული ზრდა უცხოელი ბაზრიდან განსაკუთრებით ისე
ისრაელიდან და არის მოთხოვნა. ბაზარს როგორ უყურებს არქი ბოლო პერიოდიდან გამომდინარე ამ ხელმასშტაბური პროექტის დაწყებაზე და ასეთ გაზრდილი კონკურენციის პირობებში რამდენად არის შესაბამისი მოთხოვნა მიწოდებასთან თანხვედროში და მოკლედ რისკებს როგორ აფასებთ დღესდღეობით უძრავი ქონების ბაზარს. ძალიან ბევრი ნებართვა გაიცამა, მათ შორის კვლევითი ორგანიზაციებიც გამუდმებით საუბრობენ, რომ ეს ტემპი უკვე საყურადღებოა, თუ კი არ შემცირდება, თქვენ როგორ უყურებთ როგორც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი? ჩვენი აზრით დღეს მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება, ვიდრე მოწოდება არის. ჩვენს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 30%-ზე მეტი გვაქვს ზრდა მიმდინარე წელს და ეს სფერო დაიხურება კიდევ უფრო მეტი ზრდა იქნება. ცალსახა, როდესაც ამხელა გაყიდვა იყო ამ თვეში. რაც შეეხება ბაზარს, არის მცირე ზრდა, თავიდან წლის დასაწყისში იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მაისის თვიდან უკვე ბაზარზე სრულად ბაზარზე იყოს და ჩვენ ამ ასეთ ზრდას ტრანზაქციების ხრივ გვაქვს 31%-ზე მეტი. წლიურ ჭრილში ხო ბატონო? ანუ პირველი 8 თვე შედარებული 2025-ის გასული წლის პირველ 8 თვეს და სექტემბერს, როცა სექტემბერი დაემატება, თავისთავად კიდევ უფრო დიდი იქნება და იმ გაზრდილი დობის, რომელიც მომხმარებელი იჩენს ჩვენს მიმართ და ზუსტად ამიტომ ამბობთ, რომ ეს გაზრდილი დობა მომხმარებელთან წამოსული ჩვენთვის გაზრდილი პასუხისმგებლობაა, რომ შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება მივცეთ. ანუ რისკებს ხედავთ რამეს დღესდღეობით ბაზარზე და რა არის ეს რისკი, რასაც არქი უყურებს? რისკები ყოველთვის არის ბაზარზე, ბიზნესის ყოველთვის არის რისკები, მაგრამ ეს რისკები დღეს არის დაბალი, რადგანაც მოთხოვნა ბაზარზე უძრავ-ქონებაში საქართველოში საკმაოდ მზარდია, ფაქტია და შესაბამისად რაიმე რისკი. გამომდინარე იქიდან, რომ ჭარბმიწოდებაზე არ არის, ასევე აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტი არა მხოლოდ არქის დებულისხმობს ამ შემთხვევაში, COVID-მა გვაჩვენა, რომ უძრავ-ქონების დეველოპმენტში და უძრავ-ქონებაში ჩართული ბიზნესის მენეჯმენტი ბევრად უფრო კარგად მართავს თავის ბიზნესს, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ სტრესებს გაუძლო ამ ბაზარმა გარკვეული ჩართულობით სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ფაქტია, რომ კარგად იმართება ვიდრე თუნდაც 2008 წელს. თელ სეგმენტზე და თელ სფეროზე ვსაუბრობ ამაში. კი ბატონო, და ძალიან მოკლედ ფასების პროგნოზი როგორი აქვს არქის მიმდინარე წლისთვის და მომდევნო პერიოდისთვის? ბოლო წლების მაგალითი გვაჩვენებს, რომ იყო საკმაოდ აქტიური ზრდა, მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა ასეთ აქტიურ და მნიშვნელოვან ზრდას, როგორც თქვა, წელიწად ნახევრის წინ იყო ჩვენ არ ველით, მაგრამ ფაქტია, რომ საშუალო წელიწადში 5-დან 7%-მდე სტაბილურად, როცა არ არის რაღაცა ესეთი ზრდა, ბაზარზე ფასები იზრდება. მადლობა ძალიან დიდი თქვენი დროისთვის და პასუხებისთვის. შიო ხეცურიანი, არქის გენერალური დირექტორი, პასუხობდა უძრავი ქონების პროსპექტის კითხვაზე.